გამარჯობა, დღეს მინდა ისეთი რაღაცა გითხრათ, რომ აღმოაჩინე, რომ ჩემ YouTube არხზე შედის ხალხი. არავის გამოწერი, არავის დაულაიქები, просто ძალიან ცოტამ გააკეთა ეს და ხა მე არასდროს არ მომავალ ჩემ ვიდეოებში, რომ აი გამოიწერი და ალაიქეთ, ისედაც გასაგებია, ხო? ელემენტარული შეგნების ამბავი არის, რომ თუ კი ადამიანი რაღაცა მიუხედავად იმისა, კარგად ლაპარაკობ, ცუდად ლაპარაკობ, საინტერესო, არასაინტერესოა, ჭკვიანურია თუ სისულელია, ხო? მე ამას გულით ვაკეთებ, სიხარულით ვაკეთებ და დროს კარგავ ამაში, რაღაცებს ვეძიებ, რაღაც ინფორმაციებს ვკრიბა. ასეთ შემოქმედებით საქმეს ჩავდივარ. ხო და ეხა ელემენტარული არის, რომ თუ კი მე რაღაცას ვამზადებ, წერ, ვამუშავებ, ვაშალაშინებ, ვიწერ ვიდეოებს, არ მომეწონოს წავშალო, ახალიდან ჩავწერო და ასე შემდეგ. რომ საბოლოოდ კაი გამოვიდეს, ხო? თუ კი ხა ის ამდენზე ვაკეთებ. გან რა უნდა უყურე ვიდეოს, ხო? დაჭირე რა ერთი თითი დაალოიქი რა ვიცი. ამას მე მგონი არ უნდა ლაპარაკი, ძალიან ელემენტარული ის არის, ეთიკაა. ხო. კიდე რაზე მინდა და ახლა მეთქვა. მოკეთ, ერთ შემეგობრს გავუჩნდა ესეთი აზრი, რომ ღმერთი ესეთი სრულყოფილი რო არისო და ესეთი ყველანაირად ძლევამოსილი რომ არისო, რატომ არის ჩვენი ყოფა ასეთი საწოდავი, თუნდაც ის რომ ავადმყოფობებია, ვერდები, ციღარიბია, წინააღმდეგობებია, შური ბუღმა და 1000 რაღაცები, რაც არის, მოკლედ, ხო? კი გასაგებია თუ ესეთნაირად შეხედე, შეიძლება წარმოგექნას ეს კითხვა, მაგრამ საქმე რაში არის? კითხვა ძალიან მოკლედ. საერთოდ სამყაროს მამოძრავებელი არის ინიან, ანუ პოლარობები. ესე თქვა, თეთრი და შავი, სიკეთე და ბოროტება, სილამაზე და სიმახინჯე, ბედნიერება და უბედურება და ასე შემდეგ. აღარ ჩამოვდო. და აქედან გამომდინარე არასრულყოფილება, სრულყოფილების კონტურია და პირიქით. ერთი მეორის გარეშე ვერ იქნება. ანუ თუ მარტო იქნება, ან მარტო მეორე იქნება, მოძრაობა არ იქნება და მოძრაობის გარეშე გაჩერებული ყველაფერი ისპობა და იქნებოდა მაშინ სიცარიელი. ესე იგი ეს არის სამყაროს მამოძრავებელი ძალა, სწრაფვა. ავესტაში, ანუ ერთ-ერთ პირველ რელიგიურ წიგნში, ძალიან ძველ წიგნში, ხო? წერია, რომ ღმერთმა სინათლე გამოყო სიბნელისგან. ეს იყო პირველი, რაც ღმერთმა გააკეთა და შექმნა. იქამდე ნათქვამი არ არის აბსოლუტურად, რომ აი მარტო სინათლე იყო და მარტო სიბნელე იყო თუ რა იყო. პირდაპირ ნათქვამი არის, რომ არაფერი არ იყო. ქაოსი იყო. და ამ ქაოსში სინათლე გამოყო სიბნელისგან. ეს იყო სწორედ ის პირველი, რაც ღმერთმა გააკეთა. შემდეგ უკვე ხომ ჩარო ცხოვრობ და რაღაცას ვაკვირდები. რაღაცა ზედმეტი გვიჩვენება, რაღაცა ნაკლული გვიჩვენება. ანუ ეს ყველაფერი არის რა? იგივე ამ პოლარობის, ასე თქვათ, მინუსიანი მხარეები, ხო? მაგრამ პლუს ჭირდება მინუსი. ეს ძალიან შორიდან რო შევხედეთ ამას. ამიტომ რაც არ უნდა მოგვიჩვენოს, რომ რაღაცა მეტისმეტია, რაღაცა ნუ ეს აუცილებლად სჭირდება ამ თლიანობას, ბალანსს. და აგრეთვე ეს სჭირდება მოძრაობასა და ციკლურობას. იმიტომ რომ ნათელი ებრძვის, უხეშად რო ვთქვათ, ხო? ნათელი ებრძვის იმას ბნელს, სიკეთე ებრძვის ბოროტებას და პირიქით. გარდა ამისა არის კიდე სწრაფვა სრულყოფილებისკენ. იგივე ეს ბოროტი, თავის ბოროტებისკენ ისწრაფვის სრულყოფაში, ხო? ხა სრულყოფა ცოტა ბჭყალებშია ნათქვამი, მაგრამ თავის გადმოსახედიდან, ხა ვისაც ბოროტი გაგანება აქვს, რაც უფრო ბოროტი იქნება და რაც უფრო ძლავრი და ეშმაკი და მოხერხებული იქნება ამ თავის ბოროტებაში, მისთვის ეს არის
პროგრესი. ასევე ნებისმიერ რაღაცაში, რაც პლუსშია, ესე რა ვთქვათ, რაც დადებითია, ხო, ეს სილამაზე იქნება, სიკეთე იქნება, დახვეწილობა იქნება, სიბრძნე იქნება, ცოდნა იქნება, მატერიალური ცხოვრების გაუმჯობესება იქნება, თუ ცოდნის გაღრმავება იქნება, თუ პროფესიონალური დახელოვნება იქნება, ანუ დადებითებში რაც არის, ხო? იქაც იგი სწრაფვა, ეს არის მოძრაობა. მაგრამ სწრაფვა რა არის? შედარებით მინუსიდან შედარებით პლუსისაკენ. შეიძლება იგივე პირობითად პლუსის ზონაში მაინც ხო არის იქაც შედარებითი, ხო? შედარებითი მინუსიდან შედარებით პლუსისაკენ და კიდევ, ხო? ანუ ეს ყველაფერი არის მოძრაობა, მაინც დავდივართ პლუსსა და მინუსზე. ეს პატარა ნიუანსურ განსხვავებაში იქნება, რომ ადამიანი კარგია და კიდევ უკეთესი უნდა იყოს, თითქოს თავდამოვლამდე პლუსშია, მაგრამ შედარებით რო ავიღოთ, ხო? აი აბსოლუტურად შედარებით რო ავიღოთ, ხო? ის ხო იმასთან შედარებით მაინც მინუსია. ანუ მამოძრავებელი ძალა არის მინუსიდან პლუსისკენ და პლუსიდან მინუსისკენ. ანუ ეს არის აი ესეთი ელემენტარული არითმეტიკული და მათემატიკური ალგორითმი სამყაროს ციკლურობის და მოძრაობის. წარადზე მოძრაობის, ისევე როგორც გაზაფხული გადადის მერე ზაფხულში, შემოდგომაში, გადადის ზამთარში, ერთი ციკლი დაიხურა და იწყება ახლიდან. აი ესე არის ყველაფერი. და ანუ მარტო სრულყოფილება, მარტო არასრულყოფილება რო იყოს, სწრაფვა არ იქნებოდა, ის მე ვიცი უკიდურეს სრულყოფილებასა და უკიდურეს არასრულყოფილებასა, ხო? მაშინ სწრაფვა არ იქნებოდა, გაჩერება ეს უკვე ნიშნავს წვეტას. ის რაც გაჩერებულია, ის იშლება, ანუ ფაქტიურად ვერ იარსებებს. და ამიტომ არის სწორედ, რომ ჩვენ მოგწონს, არ მოგწონს რაღაცა გვეზედმეტება თუ რაღაცა, ხო? ეს არის ერთ-ერთი პატარა ჭანჭიკი ამ დიდ მამოძრავებელ მექანიზმში. და ჩვენი მემღებლობაც რაში მდგომარეობს, ანუ აი დაოსიზმში, ხო? ძირითადად მემღებლობა რა არის, რომ სამყარო არის ერთიანი და რაც კი არსებობს, ყველაფერი ერთნაირად მისაღებია. მიუხედავად იმისა, ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს და ხა მახინჯი არავის არ მოწონს, ყველას მოსწონს ლამაზი, ხო, მაგრამ მოცემულობა სილამაზე, როგორ უნდა აღიქვათ, თუ სიმახინჯი არ არსებობს, ყველა რო ლამაზი რო იყოს. საერთოდ არ იქნებოდა ეს სილამაზისა და სიმახინჯის ცნება. იქნებოდა უბრალოდ რომ ყველა უბრალოდ არის და всё. არავინ არ დააკვირდებოდა იმას, იმიტომ რომ შესაძლებელი არ არის, კონტრასტი არ არის, ხო? თუ ყველა ლამაზია, მაშინ სილამაზე არაფერი არ არის, თუ აბსოლუტურად ყველა ლამაზი, ისევე თუ ყველა მახინჯია, ხო? ის მახინჯიც არაფერი აღარ არის. რო წარმოიდგინოთ, რომ რაღაცა პატარა სოფელი სადაც იზოლირებულ სამყაროში სულ ყველა მახინჯია, ხო? მათ ეს არ შეაწუხებთ. მათ ეს არ დათრგუნათ, მათ ეს ნორმა ჩვეულებრივი ამბავი იქნება. ასევე იგივე რომ გადმოვათამაშოთ პირიქით, სადაც ყველა რაღაც უნაკლოდ ლამაზია, ხო? რეაქცია არ ექნებათ. არ ხრთოვანდებიან, რატომ? იმიტომ რომ იქ არავინ არ არის დაუშვათ. განსხვავებული. და ეს არანაირ ფასოლობას არ წარმოადგენს. იგივე ცხოვრებაში ზოგადად ძალიან დაიღალე, ამ დროს არის სწორედ რომ ერო ჩაესვენები და მე რა ბედნიერება რომ დავისვენე, ხო? სულ რომ ისვენებდე. მოგწყინდება და მოგბეზდება. აი ყველაფერში ესეა და მიმღებლობა არის სწორედ ის, რომ მივიღოთ ამ პოლარობების არსებობა და ამ სამყაროს ერთიანობა, როგორც მოცემულობა. აი ეს არის ამაზე მინდოდა რომ ელაპარაკო.